მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი. პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. ქვით არის წარდგენის შემდეგ, ხშირად არის რომ მიკითხებით. როდის გცალია. ხდება ჩანიშვნა კონსულტაციის, რა აზრი აქვს მანამდე ყოფილა შემთხვევაში მომელაპარაკება ადამიანი, ეხლა ჩარიცხავს და всё მიდის დროს მახარჯინებთ და დროის ფასი ისწავლეთ ბევრმა. ხო, ხდება იმ დღეს ან მეორე დღეს მიღება. იმ დღეს მიღება არ ნიშნავს ღამის 12 საათზე შემეხმიანებით დარეცხავთ თანხას და ეგრევე მიგიღებთ. ზუსტად ესეთი შემთხვევა მქონდა ადამიანთან ღამის 12 საათად რაღაც მომწერა და ქვით არის შემდეგ ხდება ჩანიშვნა. დარეცხა და მეორე დღე შევპირდი. დრო ვკითხე და მე ეხლა მინდოდა, მაგრამ არა უშავს. ავდექი და დაუბრუნე თანხა. რატო რა ხდება? კითხვა გაუჩნდა. რას გვია რა ხდება ხალხნო? ან თავიდან გარკვეთ, ან ისე გამოვიდა, რომ თუ ვითომ მე ასე ვიგრძენი, ყოველ შემთხვევაში მე მაშვები ეხლა რაღაცა ღამის 12 საათზე ჯერ როგორ უნდა მიწერო, თუ მართლა რაღაცა ძალიან არ უჭირს ადამიანს, ხო? მაგ ხელა პრობლემაც არ ყოფილა. ზოგიერთ ისეთი მანიპულატორი ხართ, ესე რომ გამოვაცხადე, რამდენჯერმე მქონდა ესეთი შემთხვევა. აი მე ქალბატონინა ჩავრთავ კამერას რაღაცა და არაფერი, ეს რა პრობლემა არის ისეთი, რომ ეს ყველაფერი გადამადებინო და მიმაღებინო შენი თავი. ესე მანიპულატორობით გინდა თქვენ ცხოვრება? მაგას გასწავლით მე აქ? ხო, რა თქმა უნდა, ახლა ჩემსავით ღია და ლაღი და ესეთი თავისუფალი ძალიან რთული მისაღწევია მაგ პოზიციაზე, სავსებით მესმის, მაგრამ ერთ ადამიანთან გამიჩნდა ესეთი კითხვა ზუსტად. ადამიანი ვეღარ ამოგიცანი, ვეღარ შემოგხსენი, როგორ ხარ შეფუთული ამდენი ნიღბებით. წლები დამჭირდა, რისთვის რასაკეთებდა ადამიანი, რომ გამერკვევითო რომ სიკეთეს გიკეთებს. თანაც, ესენი რომ მივიღოთ ახლა შოქს მიიღებთ. ეს თქვენ ტონკა საქციელები მოკლედ რა ვიცი. თქვენთვის გქონდეთ გამოიყენეთ, ჩემთან არა. რა თქმა უნდა ხდება, იმ წუთში მიიღებაც, მაგრამ ეს მაშინ შეიძლება ან წინასწარ, ან შეთანხმებით, ან რაღაც. ყოველ შემთხვევაში კვირაობით ელოდებიან, ვიცი მე ეზოთერიკოსებს და თვეობით. და ისიც კიდე ვოის გაუგზავნიან. და გაშლას რომ ვისმენ ზოგიერთებისას და ერთმა ძალიან ცნობადმა სხვათა შორის ეხლა ისეთი სრული გაშლა გამომივიდა, როგორც პირად კონსულტაციაზე ვინმეს არ აქვს ასეთი ჩაწერილი ისე მომხდაგულზე. ლამის აქიდან გავფრენილიყავი და ვდღნოდი ცხვირში. რას ქვია, ვინმეს არ აქვს ჩაწერილი. მე ვიცი კიდე ერთი ადამიანი, ორი ადამიანი უბრალოდ, ვინც ძალიან გულდაგულდა ესე სიღრმისეულად შლის იმას, რა ქვია, ტაროს. მეც მიგდებს ხალხნო ამ იმას ეზოთერიკოსებს და ეხლა უშუალო შეხება არა მაქვს, არ მეგობრობა, არ ვიცნობ, მაგრამ დაახლოებით რომ მეტყვის ადამიანი დაახლოებით ვიცი, ხო, ვინ როგორი სტილით მუშაობს მაინც. ყველა არ ვიცი რა თქმა უნდა. ხო და ესეთ რამეს როგორ და რომ მოვისმინე, რა ვიცი, ესეთი ესა გულის ტკივილი ქონიათ ამასთან წასულა თქვენ ცხოვრებიდან ძალიან გტკენია გული, მაგრამ ყველაფერი მაინც კარგად იქნებათ ეს რომ იცოდეთ, იყავით ბედნიერი და ბოლოში რომ გაიღიმებს. მეცინება ძალიან სასაცილოა კაცობა, რა არის ხა ეს სასაცილო არ არის. დავიწყე ერთის მოსმენა და დედაო ამასო გიждდებაო, ისე უყვარხარ და ბოლოს არ უყვარხარო.
კი, ყოფილა ჩემთანაც არეულა რაღაცა, მაგრამ ვეძებ და შემდეგ ვამბობ, რომ აი ვერ გავიგე. ან მიზეს ვამბობ, აი ამ შემთხვევაში რაღაცა ევასები უყვარღარ თუ როგორადაც არიან ხო ესეთი კატეგორიის ადამიანები. მაგრამ შემდეგ უკვე ვერ გავიგე. ბოლო რა გაშლა ქონდა ადამიანს, ხო? გადახვევა სხვა თემაზე გადასვლა სხვა არის, მაგრამ ერთი და იგივე ადამიანი ჩამოყალიბდი რას ლაპარაკობ. ან თქვი მე რომ რაღაცის გამო მოხდა უყვარდი ან რავი რაღაცა ხო შეიძლება ნახოთ არის ეს წინასწარ სხვაზე მე არ მიყვარს მაგალითად იმიტომ რომ დაიწყი ახლა ესეთი თემა ჭირს და ახარ ვუსმენ. მაგრამ გადაახვიეთ ჩემო კარგებო. მოდი ასე ვიტყოდი. ვისთვის არის გაშლა. აქ შესაძლებელია ან თქვენ გინდათ საუბარი, ან მას რაღაც საუბარი, კომუნიკაციის სწრაფი კონტაქტი, ესე ვთქვათ, არის. მანდა მაინც რო თქვა პირადზე ესე იგი გაშლა. ამ წუთში ძალიან ერთმან არა, ცოტა ზურგშექცევა არის თქვენ შორის, ანუ რაღაცის ურთიერთობა არ არის, ხო, რაც საჭიროა დაუშვათ თქვენ შორის. და არის ასევე მართლა არის ახლა ისე მასქენი ვთქვი და მიფიქსირს და მე თვითონაც ხო, რომ გულის ტკივილი რაღაც ეთყობა აი ზუსტად ამ გულის ტკივილზე არის საუბარი და არ არის გამორიცხული რომ ზუსტად გჭირდებოდეთ რაღაცა მე უფრო მგონია რომ ერთმანეთთან რაღაც გჭირდებათ იცით რა ურთიერთობაში ხანდახან ეს კეთილის მოსურნე ადამიანები ან მეგობარი ან ვიღაცა საჭიროა ოღონდ ერთი სიტყვა რო გითხრას ან შენ ან მას ნახეთ ხანდახან ორივესთან საჭიროა რომ დაგანახოთ ადამიანის სხვა თვალით დაუშვათ და თუ თქვენ ფიქრობთ რომ ცუდად მოგექცათ უკაცრავად რა არის ეს ნატო მახჩობ ცუდად მოგექცათ ან დაუშვათ რაღაც არასწორად გაიგეთ რაღაც დაიძაბა თქვენი მდგომარეობა ხო ამ შემთხვევაში საჭიროა მეგობარმა ან ახლობელმა ან თუნდაც ოჯახის წევრმა ისეთი სიტყვა თქვას რომ აი მასი არ არის დაუშვათ არასწორად გაიგე ან რაღაცა და ნახეთ ეს არის ზუსტად გონების განათება რაღაცა გულის მოლბობა რაღაც სხვა ტალღაზე გადაყვანა ხო მაგრამ როდესაც ადამიანთან პირიქით ურთიერთობა დალაგებული და აგერ წამოვა და შენი გინდ დედა იყოს გინდ მეგობარი იყოს რთული ფორმებით დაგანახებს და ჩაგბერავს ესე რომ ვთქვათ ასია ისია ესე გინდა არ გინდა ეს გროვდება და შეიძლება ადამიანი მართლა დაიმუხტოს ამ უარყოფითი ენერგეტიკული ვიბრაციებით ხო არ არის გამორიცხული შეიძლება ვიღაცასთან ეს არ მოქმედებს მაგრამ ვიღაცასთან მოქმედებს აქ მე უფრო მგონია რომ აი თქვენ ორივეს თითქოს თუ დამხმარე არ აკყავთ ესეთი მაშინ გამოდის რომ თქვენ თვითონ და ამუშაოთ ესე ჭანჭიგები ხო დაფიქრდეთ რაღაც გჭირდებათ შთაგონება თითქოს მეტი გულის ხმიერება თუნდაც ესეთი რაღაცა ხო სხვანაირად რაღაცა სწავლად დამიფიქსირდა ხო რომ გამოხვიდეთ ამ გულის ტკივილიდან აქ არის შესაძლებლობა და იმიტომ შესაძლებლობა მე ახლა მართალია 3 თუ 4 არკანია მოვიღე მაგრამ ეს რა ქვია ამ ჩანს რა ასეთ ცოტა არკანებში ეს მომენტი ნახეთ წამოვიდა თან ინფორმაცია არის შესაძლებლობა იმის რომ ეს ტკივილი თქვენ შორის რაც არის ანუ განკურნე მოშუშებადი ან რაღაც მოგვარებადი არის აი გაგების თემა როგორ გითხრათ ახლა ხო აი რომ გაიასნებ თუ გაიგებ რაღაც ესეთი გადავიდეთ ახლა ამ ჟარგონებსაც ესეთი ვარიანტით ახსნადია შეიძლება ხო და არ არის იმხელა სირთული აქვს всё შეაქციოთ ერთმანეთს ზურგი და კარგად გაიბუტოთ და ასე შემდეგ
კარგით, მაშინ ნახოთ რა სიზამთრეს თქვენი პიროვნება ამ ყველაფერს შეცდება რომ გაარკვიოს თქვენთან რადგან ასე დაფიქსირდა. შეცდება ხო ზუსტად, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ შესაძლებელია მარტო თქვენ არა, მასაც რაღაც წამოვიდა. ორივესთან ერთდროულად მოდის ეს. რატო ნეტა? ერთდროულად რატო? მაგიური რამე ხომ არ იყო და განეიტრალდა. ხანდახან ასეც ხდება, უცებ ორივე გაფსიხდებიან, როცა მაგიურზე მოქმედებაა და მერე უცებ ორივე ნეიტრალდებიან. ხო? ამ შემთხვევაში, ნუ ეხლა მასე ძალიან სიღრმისეულად აღარ ჩავალ, იმიტომ რომ საჯაროა გაშლა და აქ მე გეტყოდით, რომ ამ ადამიანს უფრო აქვს აი სწრაფი თუ რაღაც აი ცვლილება მომენტალური, ჯერ ისედაც აქ სწრაფი დაკონტაქტება იქნება თქვენთან, ეს არის 100%-იანი, მაგრამ თვითონაც ტიპიურადაც ესეთი არის, აი მომენტალური ცვლილება არ არის გამორიცხული, რომ ხასიათში რატომ ბაძა აქვს ეს ყველაფერი, ხო? აი სწრაფად რაღაცა დაჩქარებულად, უცებ, ხო? შეეცდება რომ რაღაც თქვენთან კი ბატონო კონტაქტზე გამოვა ეს თუ რაღაციდან დაგიკავშირდებათ თუ აქ მართლა არის თქვენ შორის მანძილი, მაშინ იმიტომ რომ სხვა ქვეყანა ფიქსირდება თითქოს. კარგით, მანახე რას შეეცდები ამ ყველაფრის შემდეგ, ანუ კომუნიკაცია იქნება აქ. კი, რა თქმა უნდა, ნახეთ, სხვათა შორის, იმედად აქ გრძნობით გამოდის ადამიანი. არ არის გამორიცხული, შეიძლება მიხვდა, რომ თურმე ყვარები ხართ. ხანდახან იცით, დრო არის საჭირო, ზოგს ბევრი დრო სჭირდება. ერთხელ მახსოვს იყო ესეთი მომენტი, დაასრულა ერთი სტუდენტები იყვნენ მოკლედ რაღაცა და ნუ მოყოლილი ვიცი მე ეს ამბავი სხვათა შორის. მაგრამ რეალური არის, რომ დაასრულენ სასწავლებელი, რამდენიმე წლის შემდეგ ბიჭი მივიდა ამ სასწავლებელში და დაიწყო ამ გოგოს მოკითხვა, ანუ თუ გააგრძელა, სად წავიდა, ვინმეს რამე ინფორმაცია თუ ქონდა, ვერ იპოვა. და ძალიან ბევრი დრო 5 თუ რაღაცა წლის შემდეგ მიხვდა ამ ბიჭმა, რომ ეს გოგო უყვარდა, ჩემთვის ცოტა უცნაურია. შეიძლება პრობლემა ქონდა, მოაგვარდა, მერე დაიწყო ამ გოგოს ძებნა თუ რა იყო, ასეთი რაღაცაც მომხდარა. ნახე, გვიან რაღაც რეფლექსები წამოვიდა თუ რავი. ეს ხო დაუჯერებელი არის, ახლა ვერც იფიქრებდა ეს ქალბატონი, რომ 5 წლის მერე დაუწყობდა ეს ბიჭი ძებნას. ასეთი ამბავიც ყოფილა. აქ რაღაც არ არის გამორიცხული, ესე იყოს მიხვდეს ამ ადამიანმა, რომ კი თქვენ ძვირფასი სხვათა შორის ძალიან ძლიერად გხედავთ, თვითონ არ არის ამ პოზიციაზე. ძლიერი ხართ, წარმატებული ხართ, შემდგარი ხართ, კი ბატონო, თქვენი საქმე გაქვთ, აი იცით რა ნაყოფიერება მან და მაინც იმას კი არ ნიშნავს, რომ მუშაობთ. მარტო მუშაობაზე არ არის ნაყოფიერება. ეს შეიძლება იყოს, აი თუნდაც წარმატება, ხო? თუნდაც ის რომ საქმე რაღაც ძალიან სულ გამოგდით, არ ხართ რა ისე ზარმაცუნას და ესეთ პოზიციაზე. ნახოთ, რას იმოქმედებს მაშინ ადამიანი თქვენთან მიმართებაში. ხო, ეს გავიგეთ, რომ ქაოსიდან გამოსვლა და ურთიერთობის აღდგენა აშკარად მაინც ესე ხდება, რომ თქვენ დავკარგეთ თუ რაღაცა არ იმოქმედა, კიდე რას იმოქმედებ. სხვათა შორის გამოსდის, მე ასე გეტყოდით, რა საინტერესოა. ძალიან კარგად გამოსდის, მანახე ქალის რეაქცია როგორი იქნება. თქვენ არ გექნებათ ისეთი რეაქცია, რომ კი ეტყვით რაღაცას, აი გამოხატავთ, შეიძლება ეჭვიანობა, შეიძლება ეს იმედგაცრუებაზე, შეიძლება არა, ესეთი თემაზე გექნებათ საუბარი, იმედგაცრუებაზე, ეჭვიანობაზე, აი დავუშვათ როგორ ცუდად იყავით, როგორ რაღაც არ მოგეწონათ, ესეთი, მაგრამ
ეს არ იქნება ისე რომ ტოქსიკურობაში გადაგივიდეთ და ანუ გააღრმავთ. ანუ ეს არის რომ რაღაც ისე მოდის ენერგია შეიძლება აი გაბუსული ქალი რომ არის და ესე მაინც ეტყვის თავის გულის სათქმელს ესეთი ფორმით და არა ჩხუბი და რაღაცნაირად ხო შენ ასე რაღაცას ესეც მაინც გამოხატავთ. ესეთი ენერგია უფრო მოდის აქ ვიდრე ახლა ჩხუბი და რაღაცა დიდი ლაპარაკი რო გითხრათ რომ აქ დასწრებთ ერთმანეთს არა ჩემო კარგებო ეს ვარიანტი ნამდვილად არ არის. ადამიანი პირდაპირ ნახეთ შეიგრძნო მიხვდა რომ მოწონხართ უყვარ ხართ რატო წამოვიდა უყვარ ხართ კი და ნახეთ კი უყვარ ხართ და ენატრებით ნახეთ ძვირფასი ხართ აი ამ ყველაფერს რაღაც წამოვიდა ეს ენერგია მასში და პირდაპირ გეგმა აქვს იცის ამან როგორ უნდა მოიქცეს როგორ გააკეთოს როგორ განაახლოს თქვენთან ურთიერთობა კარგი მე რა სიზამ თუ შეინარჩუნებ ამ ყველაფერს ეს ქალი ვიღაცა რო არ გამოხდეს სადმე არ იქნება მაგრამ მოდი არ მევაქციოთ მან ახლა რამე ფუნქცია აქვს ამ ქალშენს ცხოვრებაში არა პირიქით არა ეს ვიღაც ისეთი იცით რა არის ხანდახან არის ისეთი მომენტები რომ აი არ უნდა მიაქციოთ ყურადღება ახლა ერთ რაღაცას გეტყვით გზაში ხომ წასულხარ და პატარა ფინია გამოკიდებიათ ყველა ფინიისთვის მიგიქცევიათ ყურადღება და უბრალოდ მანქანით როცა მიდიხართ ხო გაიულით წახვალ აი ეს მესამე და ეს ქალბატონები უნდა ჩათვალოთ ესეთნაირად ხო რომ არ არის ეს ის იმდენად მნიშვნელოვანი რომ თქვენი ურთიერთობა გააფუჭოს ხანდახან არის ის მომენტი რომ არ არის მამაკაცს არ უნდა ხდება ესეთი რაღაცა რომ არც ცოლად უნდა არც საყვარლად არ უნდა თქვენ წარმოიდგინეთ მაგრამ ავი ისე ეკიდებიან კი სერზე და ზოგი ჯადუებით პირდაპირ ასე ქვია პირდაპირ იერიშზე გადმოდიან დამშეულებივით ერთი იმაზე რომ მოვყევი ცხოველზე ისეთი დამშეული იყო რომ დამინახა ლამიში მომაფრინდა მეთქა ვილუკმებოდი და დაუყარე საჭმელი და კიდე მე მიყურობდა ხელებში წარმოიდგინეთ აი ესა უკვე ესე დამშეული არის ზოგიერთი ქალი და უნდა ინახავენ კაც ავქნა ახლა არ მოგეწონათ რეპლიკა რასნა ლაპარაკებით მაშინ მიქცევით მაგნაირად თუ არ მოგეწონათ იმიტომ რომ არ არის ეს ქალი მას მაგნაირად მნიშვნელოვანი კარგი თქვენთან ვკითხოთ თქვენთან შეინარჩუნებს ურთიერთობას კი აქ ნახეთ როგორ არის აი რატო გეუბნებით ამ ყველაფერს აქ არის ორი ვარიანტი თუ თქვენ ასე ძალიან გაამახვილებთ ამ ქალს ეს ქალი ცოლად რო შეეტენოს მასე იბრძვის ოღონდ როგორ იცი სექსუალური ურთიერთობითი და მიჯაჭვულობით იბრძვის მიიჯაჭვოს და რაღაც ესე მოაწონოს ან რავი ხო ხდებით მაგნაირად მიიწევოს მამაკაცი არ ვიცი მაგნაირი რამე თუ ხდება ზოგადად ცხოვრებაში ანუ ლოგინით კაცი შეინარჩუნო ესეთი რამე თუ ხდება ერთი განმანათლეთ გეხვეწებით დამიწერეთ თუ იმე მიცით ესეთი რამე ლოგინით მაგით ხო მაგრამ არ არის გამორიცხული მიჯაჭვულობას უკეთებდეს აქ ესე მიფიქსირდება და ნახეთ რა არის თქვენ თუ ყურადღებას გაამახვილებთ აქ ამასთან მაინც არ შეინარჩუნებს ეს ურთიერთობას მაგრამ გავლენას მოახდენს თქვენთან თქვენს ურთიერთობაში მაგრამ თქვენ თუ აქ ამას ესე არ მიაქცევთ ყურადღებას როგორც გითხარით მართალია თავიდან არა და არის ის მომენტი რომ რაღაც გაურკვევლობა ვითომ რაღაც რო ესე ფიქრობ ურჭოფობ ცოტა გადავიღალე რაღაცა
არ დავიღალ. შეიძლება შთაბეჭდილებაც დააგჩეთ, რომ არ გონია მე მიყვარ, რა ვიცი რა შემოდიოდა ჩემთან, რას ბრუნდებოდა. მაგრამ შემდეგ ნახეთ ურთიერთობის დასტაბილურება, მეგობრობა, მეგობრობაზე აქვს ამ ადამიანს აქცენტი. სულიერ არა აქვს ამას სექსუალურ ცხოვრებაზე აქცენტი ამ მამაკაცს. აი აქ უშვებს ეს ქალბატონის შეცდომას, ნახეთ, ვინც მის ცხოვრებაში შემოდის. ამას გონია, რომ ესე იგი სექსით და ლოგინით ამ კაცს გადარევს და არ იქა ჩამოეკიდება ყურებზე. კი, ბევრ ქალბატონს გონია, კიდე ეს მაგიურ ჩარევებს მამაკაცები ვერ გრძნობენ, მაგრამ ბევრი მამაკაცი ხვდება და გრძნობს. დღეს აღარ არის ქალბატონებო ისეთნაირად თქვენ თუ ვითარდებით, თქვენ თუ გაიგეთ, თქვენ თუ თქვენზე მეტად განვითარდა მამაკაცები და გაიგო და მიხვდა და გაჟღერდა ინფორმაციები. გაიგეთ, ბევრს უჭირდა ამის დაჯერება, წარმოდგენა, მაგრამ ეხლა იმდენად ყველაფერი ხელმისაწვდომი გახდა, ინფორმაციას გულისხმობ. მე მაგალითად აღარ მეგულება ადამიანი ამ ეს საქმეში კიდევ ეხლა თუ რავი, ესე იყოს, ხო? ეხლა არიან კი ქალბატონებიც არიან კლათმასებები, მაგრამ ძალიან ცოტა, იმიტომ რომ ყოველდღიურად კიდე უკვე პირიქით ინფორმირებული და გაცნობიერებული და ესე ხდებიან და ამიტომ სიმპტომებს ყველა ეძებს და ყველა მეც გავაჟღერე ბევრჯერ, ხო? ესეთი სიმპტომები აქ ესე არის. ამიტომ ეს მაგიური რაღაცები ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. უკვე როგორ არის, იცით 50-50-ია. შეიძლება ვერ მიხვდეს, მაგრამ აუცილებლად მაინც მიხვდება. უკვე იმ დონეზეა მდგომარეობა. ამიტომ ძალიან სარისკო თემა არის. ხო? აი აქ ეს ქალბატონი ყოველ შემთხვევაში ესეთ რაღაცები ცდილობს. და ამ მამაკაცს სხვა რაღაცებზე აქვს აქცენტი. ამას თქვენთან მეგობრობა, ეს მოსწონს ეს და როგორ არის, იცით, თქვენთან აი ეს რაღაც სხვა არის და არა ფიზიკური, იცით რა არის ეს ფიზიკური სიამოვნება დროებითია, ესეც უნდა გაითვალისწინოთ. ეს არის რაღაც ისეთი ენერგია, რომელიც მუდმივად არ არის რა ადამიანში. შემდეგ თუ ადამიანი აღარ გიყვარს, აღარ გინდა, აი განელდა რა, მოგშორდა, რავი, დაიკმაყოფილეთ თავი ბოლო-ბოლო, ხო? და მე რასიზამთ ჯერ, რავი, რა მთელი ცხოვრება ესე ახურუშებული როგორ უნდა იყოთ, მე ეს ვერ წარმომიდგენია. ხო? სულ ლოგინში როგორ უნდა იყოთ, კაცო, სკამიც ხომ უნდა დადგათხან და ხანს რაღაცა დაჭდეთ, ყავა დალიოთ. თუ შეერთებული გაქვთ ყავა ემეთინ, რა ქვია, გადასხმებს რო აკეთებენ. ხო და აი ეგ თემა არის აქ. გაიგეთ? ამიტომ არ მიაქცეთ ყურადღება ამ ადამიანს თქვენთან, კი სერიოზული ურთიერთობაში გადავა თქვენი ურთიერთობა და იმიტომ ქორწინება ფიქსირდება. ქორწინებამდე მისული საქმე ფიქსირდება უფრო სწორად. ნახეთ, იმხელა სულიერი კავშირი და იმხელა აი რაღაც მეგობრული და ისეთი აქვს თქვენთან და ისე კარგად გრძნობს თავს სტაბილურად. ხო, ეს ხშირად ბევრ შემთხვევაში კი ქორწინებას ნიშნავს ეს. გაიგე? კი ბატონო. კი ბატონო. კი. და ძალიან სხვათა შორის ეგ ურთიერთობა არ არის როგორი რაღაც იცით. ეს არის ურთიერთობა აი ადამიანთან რო ქსიამოვნებს რაღაც და კმაყოფილი რომ ხარო, ეს ადამიანი შემოვიდა შენ ცხოვრებაში, ესეთი არის. ქალბატონმა მაინტერესებს ეს რა არის კიდევ აქ რა ცოლობა მოინდომა.
ხო, კი, ამას უნდოდა ცოლად რო წაყოლო და აქ რაღაც იყო მაქამდე მისული საქმე, მაგრამ შეჩერდა, აღარ გამოვიდა საბოლოო ჯამში. შეიძლება თქვენ ეს იცით. კი, იყო ძალიან მაგრად შეეცადა ამ აი ძალიან მაგრად, მაგრამ არ გამოვიდა ის საქმე. რა საინტერესო, რატო არ გამოვიდა? თუ მართლა ბიჭმა მიხვდა რამეს, რატო არ გამოვიდა? რატო არ გამოვიდა? რატო? რაღაცას მიხვდა, აქ რაღაც ჩაიშალა. ხო, ჩაიშალა. მამაკაცი მიხვდა. მე ისე დავიწყე მაინც საუბარი. აბა გენაცვალე და მიხვდა ამან ყველაფერს. გაიაზრა. მოსალოცად გაქვთ საქმე, მაშინ მე ასე გეტყოდით, რადგანაც მიხვდა და გაიაზრა და დაინახა. ნახეთ, ხანდახან ის მომენტიც არის, ხო? დაინახა ბოლო-ბოლო ამ ადამიანმა, ვინ არის, თქვენ ვინ ხართ და ის ვინ არის. აი, მერე უკვე, ხო, მერე არის ეთყობა ეს გონზე მოგებული. მოვიდა გონს. შესაძლებელია აქ თქვენ არც იცოდეთ, ან არ გითხრათ ეს ადამიანი ისე მოვიდეს თქვენთან სხვათა შორის, ეს გამომრჩა რომ მე თქვა. მაგრამ რატომღაც ჯერ საუბარი კომუნიკაცია, მაგრამ აი მოსვლას ვაპირებ, მინდა შენ რაღაცა. ამაზე შეიძლება არ გაგიკეთოთ აქცენტი. კომუნიკაცია ჯერ ფიქსირდება სხვათა შორის. კი ბატონო. სხვათა შორის რა არის, იცით, სხვათა შორის. ეს ხანდახან სიტყვების აკვიატება ხომ ჩვევია და მე უკაცრავად. ძალიან როგორ არის, იცი, აი თქვენი ურთიერთობის გამყარება უფრო მიფიქსირდება მე აქ. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, არა ეს ბედად ხართ თქვენ დაკავშირებული. ეს ბედია. ბედი. უბრალოდ არის საუბროთ ამ ბედთან დაკავშირებით, ხო? უბრალოდ არის საუბროთ. თქვენ ბედით ხართ ერთმანეთს, რატო იცით? არ თქვათ, ეს თქვენი ურთიერთობა, თქვენი საქმე ამ ადამიანთან უნდა მოგვარდეს ძალიან, ესე ვთქვათ, თითქოს ვიღაცისთვის მართლა პირადი გაშლა ისე წამოვიდა. ჩუმად. ან ჩუმად, ან ზედმეტი ხალხის ჩარევის გარეშე უნდა მოგვარდეს აქ თქვენი ურთიერთობა, თქვენი საქმე. გაიგეთ? კი, თქვენ ხანგრძლივი სტაბილური ურთიერთობა გიფიქსირდებათ, აქ თქვენთან უფრო ჩანს ეს დაოჯახება და ყველაფერი მეგობრობა. კი ბატონო, ვიდრე ამ ქალთან, ამასთან დასრულებულია ყველაფერი. ამოვაგდოთ საერთოდ აი ასე გადავდოთ ახლა ეს მისი თავისი არკანებიანად. დავშალოთ. всё. ნადით ალო გაგვშორდია ქედა, გააფუჭია გარემარი. მოიყვეხა. გაიგეთ? всё, ეს ქალი გაქრა. კი, ენერგიაც ისე აი გაქრა რაღაცა. ტკივილით შეიძლება კი დარჩეს გონებაში, მაგრამ გაქრა. ბოლოს რას გვეტყოდით? ხო, ცოტა დრო და ეგ თქვენი ნახეთ, იპოვით სწორ მიმართულებებს ერთმანეთთან. გაიგეთ? კი, თქვენ ხართ მისი არჩევანი, აქ პირდაპირ სიყვარული, ოჯახი, ესეთი რაღაცა ფიქსირდება, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ. თქვენ იპოვით კი სწორ მიმართულებებს და რა კარგია. და საქმე რაში არის, იცით? ელოდეთ. ვისთვისაც ეს გაშლა. საქმე რაში არის, იცით? ფინანსურადაც სხვათა შორის ან საქმე ან რაღაც, აი მატერიალური მხარეც წესრიგდება. აქ არ არის ის, რომ მარტო პირადი, არა, აქ წესრიგდება ეს ყველაფერი. ერთი დავითვალო აბა.
მანახე ერთი წუთი და ვაკიდე გადავთვალო ხარ გამომჩი. კი, აქ წესრიგ როგორც გითხარით, კი. ზუსტად წესრიგდება თქვენი ძალიან თანაწესი ხელანაყოფიერება არის, რომ მე არ გამურიცხავ აქ რამე გაჩუქოთ ამან ღირებული. შეიძლება ფულს გჩუქნით, ცოტა უცნაური არის ფული, მაგრამ რა საინტერესოა. რას გჩუქნით ეს ადამიანი? არ ვიცი, რაღაც აქ არის აშკარად, უბრალოდ შეიძლება ჯერ ნახეთ არ არის მოფიქრებული, ასე შეიძლება, ხო? რაღაც არის, რასაც გჩუქნით, ღირებულს ყოველ შემთხვევაში, შეიძლება ოქრო, ვერცხლი, ნივთი, ან რაღაც აი მატერიალურთან არის ეს დაკავშირებული. კი, სრულების ასრულებაც აქ ფიქსირდება. მანახე დაახლოებით რამდენ ხანში. ერთი თვე ამას არ დააგვიანდება. გეუბნებით. თქვენ გაქვთ უკვე მოლოდინის რეჟიმი. ვერ ვიტყვი რომ ეხლა გაშლა დასრულდება და ეგრევე თქვა არ არის გამორიცხული, მაგრამ ერთი თვე ამას არ დააგვიანდება. ბევრთან ასე იქნება, ხო? ეხლა ნუ დაპროგრამდებით მაინც საჯარო გაშლა არის, მაგრამ ვიღაცებთან კი ნამდვილად ლაგდება აქ ურთიერთობა შემოკარგება. სავსებით შეცვლილი არის ადამიანი. პასუხისმგებლობასაც ესე იგი იღებს, ხო, რომელიც მანამდე ალბათ არ გამოსდიოდა, კი? რა საინტერესოა. ძალიან კარგად ამიფიქსირდა არჩევანი თქვენზე, შეყვარებული თქვენზე, გააზრებული, დაალაგებული, გაწონასწორებული და ასე შემდეგ. იცით რა, როგორადაც მე თავში ვთქვი, არის საჭირო, რომ ვიღაცამ ერთი სიტყვა შეგაწიოთ, დაუშვათ. ასევე საჭიროა მოერიდოს ადამიანი, აი ესეთ ხალხს, ვინც აი ტვინს უბურღავს რაღაცა რეპლიკებით, ხო? ესეც საჭირო არის. არ არის გამორიცხული, შეიძლება ეხლა ზუსტად მაგ მომენტში იყოს ეს ადამიანი, რომ ეს ტვინის ბურღავი ვიღაცა არ ჰყავს და რაღაც დალაგდა მომენტალურად, ხო? გადაირეცხა თუ განეიტრალდა თუ რაღაცა. მე მანდამაინც ჯადოზე არ მაქვს, აქ შეიძლება ესეც იყო და რაღაც ნეიტრალდება, ან არის ეს მომენტიც. აი ეს ტვინის ბურღავი, რეპლიკის მსროლელი, რაღაც ეს დაძაბული სიტუაცია ამ წუთში ამას და თქვენ შორის არ არის, ან ვიღაც აღარ დგას და ეს მოიგება აი გონზე. საჭირო არის ეს ხანდახან. ხო, აი ეს ვიღაცის გავლენიდან გამოვიდა ადამიანი. ან რაღაცის გავლენზე მოქმედებიდან. გავლენა მანდამაინც ჩადოხვა არ არის. შეიძლება სახში ყავს დედა ისეთი, რომ ერთი სიტყვა ორჯერ, სამჯერ და მოიქცა მისი ზეგავლენა, ან ძმაკაცი, ან ვიღაცა. ან თუნდაც ეს ქალი იყო ვიღაცის გავლენის ქვეშ მოექცა. მე აქ გავლენა უფრო მიფიქსირდება. აი ამისგან აი ესეც ხანდახან ნახეთ, მე როდესაც ადრე მაქვს ნათქვამი და ეხლა გაგიმეორებ. წყვილს ხანდახან სჭირდება განშორება, დაშორება, მაგრამ უფრო ტოქსიკურში კი არ უნდა გადავარდეს, ეს დაშორება უნდა მოხდეს ისე, რომ ადამიანმა გონება დაალაგოს. ვინმესთან კი არ უნდა გაიქცი ამ დროს, ვინმესთან ვერ დაალაგებ გონებას.
თუ შეხვდა სასწაული და უარესი რაღაც მწარეცხოვრება გეგარებინა, მე მიხვდები ამის ფასს. ეს სხვა რაღაცა არის. მაგრამ როდესაც გჭირდება რაღაცებზე დაფიქრება, ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს სხვა გარემოში, შვიდი, წყნარი, რომ მოხდეს ჯერ შენი ენერგიების დალაგება, შენი დაბალანსება და მერე ხდება დაფიქრება. შეიძლება ადამიანს დაჭირდეს 1 თვე, 2 თვე, 6 თვე, 1 წელი შეიძლება გააჩნია როგორ არის ხო გადატვირთული ადამიანის ვიბრაციები. აი რომ დამშვიდდება ადამიანი. კი მე მქონია ესეთ შემთხვევას 3 წელიც დაჭირვები ადამიანს, 5 წელიც, ეს ყველაზე კრიტიკული ხო მდგომარეობა. დამშვიდდება მისი ენერგიები, ნახეთ, დაბალანსდება, მერე იწყებს უკვე ფიქრს. და მერე იწყებს ანალიზს და მერე უკვე აანალიზებს, ხვდება გამოდის რაღაც იმ უარყოფითი ენერგიებიდანაც, ხო? სად დაუშვა შეცდომა, სად ის რა შეიძლება მერე უფრო დაგინახოთ. აი ამიტომ მე ხლა ცოლქმაში 5 წელი ძალიან ბევრი არის ზოგადად, ხო? მაგრამ იცით რა არის, ასეთი დროს ადამიანი, როდესაც 5 წელი თუ ხდება, ის სხვასთან ურთიერთობაში არ შევა, რომ იცოდეთ, ვერ შევა. თუ ის გადაღლილი არის ზოგადად მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ესე იგი ყველასთან გადაღლილია და საერთოდ არ სურს ურთიერთობა. ესე არის, რომ იცოდეთ. თუ ის სხვასთან ურთიერთობაში შევიდა, ეს კიდე სხვა საკითხი არის. ამიტომ აქ მე ასე გეტყოდით. აი ის ცოტა განშორება, განტვირთვა, გადართვა სხვა საკითხზე საჭირო არის ხანდახან. დღევანდელი გაშლა ესე იყო, მე გისურვებ წარმატებას, აქ ძალიან პოზიტიურად დაფიქსირდა ყველაფერი, მისი არჩევანი ხართ და ის იყოს ასე, რატომაც არა, გისურვებ წარმატებებს თითოეულ თქვენთანაც. დროებით.